წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ოფისში ორგანიზაციის აქტივისტებმა სენაკელ ხანდაზმულებს საერთაშორისო დღე მიულოცეს. ამ დღესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს ქალაქში არსებული ორგანიზაციები და კერძო პირები სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შეგროვებაში დაეხმარნენ. ქველმოქმედების მიზანი ჩვენს ქალაქში მცხოვრები 1000-მდე მარტოხელა ხანდაზმულისათვის ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იყო. თითოეულ მათგანს სასურსათო ნობათი გადაეცა. ყველას მადლობას ვუცხადებ. ყველას უფროსებს, მე ბავშვებს სასახელო გაზრდილი იყოს და კარგად იყვნენ, ჯანმრთელად იყვნენ და ბედნიერად. მე დიდ მადლობას მოვახსენებ, უდიდეს მადლობას მოვახსენებ. სულ ყველას იმიტომ რომ შეგვაფასეთ, დაგვაფასეთ მოხუცები, გავიხალისეთ გული, ვიცე პატარა რაღაცა ისა გამახსენდა ახალგაზრდობა, ბავშვობა გამახსენდა ისა და ძალიან მოხარული ვარ და ძალიან დიდი ყვაყოფილი ვარ. 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ანსამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. საქართველოში კი ეს თარიღი 2003 წლიდან აღინიშნება. ჩვენმა მოხალისეებმა შეაგროვეს რაღაც მიზერული საკვები პროდუქტები და გვინდა ამათადე მოულოცოთ ამ მოხუცებს დღევანდელი დღე და გადავცეთეთ ცირეოდენი საჩუქარი საკვები პროდუქტის სახით. ჩვენ ანალოგიური ქონდა ბავშვებზე დაუცველი ობოლ ბავშვებზე ქონდათ შევაგროვეს საკანცელარიო ნივთები და ოქტომბრის თვეში ორ სკოლაში დავარიგეთ საჩუქრები საკანცელარიო ნივთები იყო ისინი. და ახლა კიდევ გვაქვს დაგეგმილი გავაკეთოთ კიდევ საახალწლოდ და ისევ შეჭრებულ ადამიანებზე. ბავშვებმა რომელიც შეაგროვეს საჩუქარი ეს გაიყო ხელმოქმედება ადამიანებმა რომლებიც საბედნიეროდ ჩვენ სენაკში ბევრი ყავს და მე მინდა ყველა მათგანს მადლობა მოვახსენო. მე არ მინდა ახლა მათი გვარების სახელობით ჩავუმხვალო, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ მთელი მოხუცი ადამიანების სახიდან მთელი ჭვიშრის საზოგადოების სახელით მადლობა გადავუხადო. დღეს არის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე და ჩვენმა აქტივისტებმა შევაგროვეთ საკვები პროდუქტები და ვცდილობთ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მოხუცებს. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ნარმანიამ, ინდმეწარმეებმა და რესურს ცენტრმა მიიღო. გასაკვირველია, ყველა ჩვენთაგან ითვალია მადლის გაკეთება, მადლისენი ქვაზადები, გაივლი და წინ დაგხვდებაო, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ წინ დახვედრას, უნდა ვაკეთოთ სიკეთე, მით უმეტეს აი ამ ადამიანების მიმართ, ხანდაზმულების მიმართ უნდა გამოიჩინოთ სითბო, სიყვარული, მათ ოდნავი ჩვენი მოფერება, რაღაც სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ბუნებრივია ყველა ჩვენთაგანმა რაღაცა თავის წვლილი უნდა შეიტანოს ამ ადამიანების ცხოვრებაში და პირადად რესურს ცენტრმა რასაკვირველია ცოტაოდენი წვლილი შეიტანა ამ საქმეში და საოჯახო საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა ამ ხანდაზმულებს. მე მგონი ოჯახში ყველაფერი ეს დასჭირდებათ მათ და გადაპროდუქტების აუცილებელი იყო საყოფაცხოვრებო ნივთები და ჩვენ ეს გადავეცით რაღაც ჭურჭელი, ჩაის დასალევა და ასე შემდეგ. მე მინდა მათგან ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვო, ჯანმრთელობა უსურვო და ყველა ჩვენგანმა მინდა ყველას მოუწოდო რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, მათ გვერდით დავდგეთ და სიცოცხლის სიხარული მივანიჭოთ. ჩვენი მოვალეობა ეგ არის. შეხვედრის ბოლოს წითელი ჯვრის საზოგადოების აქტივისტებმა ხანდაზმულების გემოვნებისა და ინსტრუქციის გათვალისწინებით კერძი დაამზადეს. სენაკელ ხანდაზმულებთან შეხვედრა კი საზეიმო ვახშამით დასრულდა.